რეალურად ცხოვრების სიყვარულზე და სიცოცხლის სიყვარულით კბობაზე უფრო წერდი ვიდეოებს, მაგრამ როგორც კი სიყვარულს ვახსენებ, ეგრევე კაცის და ქალის სიყვარული გამოხდება ხოლმე და სიყვარული არ არსებობს, სიყვარული არსებობს. ვიღაცა კიდე მეტყვის, რომ იცი რა შენ ტვინს ურეცხავ აქ ხალხს. სიყვარულს ფასს, ზოგადად სიცოცხლის ფასს იცი როდის მიხვდები? და ყველაზე მთავარი ფასს, რაც შეიძლება გაგაჩნდეს, როდის მიხვდები, იცი? ადამიანი ყველაფერი რო ნული არის და არაფერი რო აღარ არსებობს შენთვის, როდის მიხვდები, იცი? გაინტერესებს? აი როცა მოკოდები და არც ცოლი, არც შვილი, არავინ რო შენს გვერდით არ იქნება. მარტო შენი სული რო იქნება და შენი ქვეცნობიერი, აზრები და გონება, აი მაშინ მიხვდები სიცოცხლის ფასის სიყვარულს. აი ესე. ხო და სანამ აქ გამომიხტებით და მასწავლით ხოლმე, რომ თურმე კაცის და ქალის სიყვარული არსებობს თუ არ არსებობს, ჯერ სიცოცხლის სიყვარულის ფასი ისწავლეთ და დააფასეთ. რომ ცოცხლები ხართ, სუნთქავთ ნებისმიერ წამს და ამით უნდა იყოთ ბედნიერები და მეორე ხარისხოვანია და მესამე ხარისხოვანია ეგ ყველაფერი მერე. აი მაგას როცა შეიგნებ და გაიაზრებ, დამიჯერე რომ ბევრად უფრო შვიდად იქნებით ყველა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის თავს არ გახვევთ, უბრალოდ იმას ვიძახი, რაც რეალურია, როცა დაფიქრდები და გაიაზრებ ამ ყველაფერს, ყველაფერი ის, რაც თქვენ მიგაჩნია ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად არაფერი არ არის. ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც საკუთარი სიცოცხლე და სიცოცხლის სიყვარულის ფასი და მისით ტკბობა. ესია ეს არის სიმართლე. როცა ებღაუჭები სიცოცხლეს, აი ესე რომ ებღაუჭები სიცოცხლეს, აი მაშინ ხვდები სიცოცხლის ფასი. ადამიანი სანამ საკუთარი თვალით და არ დაინახავს და არ გამოსდის საკუთარ სხეულს და ყველაფერს ცოტა რთულად იჯერებს ხოლმე ზოგადად ესეთ რაღაცეებს და ასე რომ არავის არაფერს არ გიმტკიცებთ და არ გაჯერებთ თქვენი ნება დაიჯერებთ თუ არა. გინდა დაიჯერეთ, გინდა რა წარმატებებს გისურვებთ თქვენს ლამაზ ცხოვრებაში სულ ყველას. ბედნიერები იყავით და იცოდეთ რომ ერთხელ ცხოვრობთ, ერთხელ. უნდა დატკბე ყოველი წამით ამ სიცოცხლეში. იმიტომ რომ სიცოცხლე არის ერთი წამი.